საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. MGF-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებზე. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დასკვნით ეტაპზეა ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები. ქალაქ ქუთაისში ფონდმა ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 230 მილიონამდე საინვესტიციო მიმართულების პროექტები განახორციელა. მათგან ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, როგორც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის ოლიმპიური აუზი, შენგელიას სახელობის არენის სრული რეკონსტრუირდა და აშენდა რამოდენიმე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში მხოლოდ დღეის მდგომარეობით უკვე 150 მილიონ ლარზე მეტი აღირებულება პროექტების, რომელიც მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, ძველი ქუთაისის ნაწილში, ისტორიულ ნაწილში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქუთათურებისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის და ძალიან დიდი ატრაქციაა ტურისტებისთვის. ამაში მოიაზრება ქალაქის ცენტრალური პარკი, რომელიც 19 საუკუნის დასაწყისში გაშენდა და წარმოადგენდა არა მხოლოდ რეკრეაციულ ზონას, არამედ საზოგადო მოღვაწეების შეკრების ადგილს. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, უამრავი სპეციალისტი, სხვადასხვა ინსტიტუტი იყო ჩართული. პროექტის განვითარება მიმდინარეობდა როგორც შინაარსობრივად, ასევე ახალი დამატებითი ატრაქციების შეტანით აღნიშნულ პარკში. დღეის მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზაა. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, როგორც იყო თუნდაც კლიმატური პირობები და ის სტიქიური მოვლენები, რომელიც მიმდინარე წელს სამწუხაროდ მოხდა ქვეყანაში, რამაც მცირე შეფერხება მისცა პარკის მშენებლობას, თუმცა ეტაპობრივი გახსნა უკვე ცენტრალური პარკის დაწყებულია. მაგალითისთვის ჩვენ ახლა ვდგევართ სრულიად ახალ შექმნილ ბულვარში, ეს არის ვალდების ხეივანი, რომელიც დაემატა პარკის ქვედა ნაწილს. ასევე არის დამატებითი სამუშაოები, რადგან ბილიკები და ტროტუარები, რომელიც არის პარკს გარეთ, შინაარსობრივად, აზრობრივად და ვიზუალურად, არქიტექტურულად, რომ ყოფილიყო პარკთან დახვედრაში, დაემატა სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ მუნიციპალიტეტის მერის ჩართულობით და მათი ერთ-ერთი კარგი მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით მოხდება ერთი ახალი მონუმენტის, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მონუმენტის პარკში შემოტანა და დადგმა, რაც დამატებით კიდევ ერთი ატრაქცია იქნება ამ ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლისთვის. ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივი დასრულება უკვე დაწყებულია, შესაბამისად სამშენებლო მოედანზე მობილიზებულია მუშახელი, მობილიზებულია კომპანია, ყველა ჩართული მხარე ადგილზეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში უკვე ქუთათურებს საშუალება ექნებათ დათმენ ამ ლამაზი, განახლებული და ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური ბულვარი. რაც შეეხება კურორტებისა და ქალაქების პროგრამის მიმდინარეობას, ქუთაისის ისტორიული 4 ქუჩა რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია როგორც შენობების, ასევე თვითონ ქუჩების მიმდინარე პროცესშია. 16-მდე შენობას უტარდება რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია. აღნიშნულ ქუჩებზე რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოწესრიგ და საკანალიზაციო სისტემები და წყალგაყვანილობა, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანა, რათა ვიზუალური მხარე ამ ძალიან ლამაზი ქალაქის კიდევ უფრო წარმოჩინდეს და ხელშესახები გახდეს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტისთვის. ამ ეტაპისთვის ქუთაისის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე პროცესშია და ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ეტაპზე არის. მიმდინარეობს დენდროლოგიური სამუშაოები, რაც მოიცავს გამწვანებას, ახალი ხემცენარეების დარგვას და ხებუჩქების. ძირითადი საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, გულისხმობს სანიაღვრე, ირიგაციის სისტემა და ასე შემდეგ. მედიათეკის შენობა ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელიც ასევე დასკვნით ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაირღვევა 109 ერთეული ხე და 15500-ზე მეტი ხე-ბუჩქი. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ვარდების ხეივანი, ასევე უკვე გაშვებულია და ფუნქციონირებს ერთი შადრევანი, რომლის მოპირკეთება სრულიად ხელით ნათალი ქვებით არის შესრულებული. ვინც მოიფიქრა ამ პარკის გაკეთება, ასე კეთილმოწყობილი რო ყოფილიყო, მან იცოცხლა დიდხანს, ეს ერთი. მეორე პარკზე ვერ გადავიდეთ ნაგებს, ხურო ძალიან დაბრკოლება გამიცადეთ, მაგრამ ახლა გახარებული ვართ, რომ აი პარკი გვექნება ქუთაისში. რაც კეთება ძალიან ლამაზად, კაი არქიტექტურა, კაი ჩანაფიქრია და ისტორიულია ეს ბაღი და აღდგება ძველი სახით ალბათ.
ხო და მე ჩვენ ბაღის კიდელები დავიძებით სადმე და ვიბიჟავებით. ბაჩები, ბაბუაჩემი ამ სახლში დაიბადა 1932-ში. შემოუშვეს მსახიობთა ეზო ქიოდა, იპოლიტე ხვიჩიანი, ეზო გაბრიაძე, მამაჩემი, ბაბუაჩემი, თავარაჯო, მსახიობთა ეზო იყო, ისტორიული ეზო. აი დეცკრივი ცილორგი ისკარიანი. ფაჯრებიდან უყურე ბაღს და ვაკონტროლებ ფაჯრიდან. აბა, ესე კი არა. ძალიან კარგი არის, ძალიან კაი რაღაცა კეთდება. ეს ბაღია იყო ქალაქისთვის შესანიშნავი ადგილი, ტურისტებისთვის კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის, რა ვიცი, გასართობი. ჩვენ ახლა მე აგერ ცხოვრობ ახლოს და თითქმის ყოველდღე რამდენჯერ მიწევს გავლა გამოვლა და ადრე იყო ძალიან, რა ვიცი, არ იყო კაი მდგომარეობაში და ეხლა რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგი, მივესალმები თუ რამე კარგი გაკეთდება და ყველას მოეწონება, რა თქმა უნდა და ტურისტები მით უმეტეს აღფრთოვანდებიან და ძალიან კაი რაღაცა კეთდება ქალაქში. მეც ამ ცენტრის მობინადრე ვარ, აქ სადღაც 100-200 მეტრში ვცხოვრობ. თითქმის ყოველდღე მიწევს აქ გავლა, გადავლა იქეთ. ბაზარია და წარმოიდგინეთ, ყოველდღე უნდა გავიარო. აი უსაზღვროდ გახარებული ვარ და ველოდები ყოველ წუთს. მთავარი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. ქუთაისის მცხოვრებლები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი უკვე მომზადდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. პეტიცია ასევე გაგზავნილია ღია მმართველობის საიტზე გამოსაქვეყნებლად. ამან გვიბიძგა იმისკენ, რომ ქუთაისის მატარებელი პირდაპირ თბილისის მიმართულებით გააუქმეს საერთოდ და ერთ-ერთ ყველაზე დაბალგანვითარებულ რეგიონს ოზურგეთის მატარებელს მიაბეს ქუთაისი, რაც მგონია რომ ჯერ ერთი ეკონომიკურად გაუმართლებელი არის ამ ქალაქის ერთ რეგიონის მატარებელზე მივმა, რომელიც ეკონომიკის განვითარების დონე კრიტიკას უძლებს და მეორე მხრივ, ანუ ქუთაისის როლის და მნიშვნელობის დაკნინება და ფიქრობ, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ვის ეს გადაწყვეტილება ნახა და რეაქცია არ ჰქონდა ქალაქის და რეგიონის ხელმძღვანელობაზე მაქვს საუბარი, ფიქრობ, რომ ძალიან ჩამორჩებიან კომპეტენციას და ამ ქალაქის და რეგიონის მიმართ დამოუკიდებულებას. და შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფიქრობთ, რომ ქუთაისმა ქალაქმა მოითხოვოს თუ რა ჭირდება მას რეალურად განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ტურისტებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობს, უნდა რომ ეს ქალაქი არ დატოვოს და კონდეს სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა დედაქალაქისკენ და შავი ზღვის რეგიონისკენ, ბათუმისკენ. და ვფიქრობ, რომ ეს პეტიცია, რომელზეც ახლა ჩვენ მუშაობთ, იქნებოდა ძალიან დიდი ბიძგის მიმცემი ქალაქის განვითარების. პირველ რიგში სწრაფი დაკავშირება თბილისთან ეს ნიშნავს მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას, ისე როგორც ბათუმიდან, ასევე სტუდენტებისთვის გაიოლდებოდა და თბილისში და თბილისიდან წამოსვლა ქუთაისში თუ ჩვენ გვინდა ქალაქი ვაქციო სტუდენტურ ქალაქად, თუ მას არ ექნა სწრაფი კავშირი დედაქალაქთან და შავი ზღვისპირეთთან ესე არ გამოვა და ფიქრობ, რომ ეს აუცილებელია ამისთვისაც. ასევე ეკონომიკური კავშირებისთვის ადამიანები, რომელსაც აქვთ მცირე ბიზნესი ან რაღაც ბიზნესი დედაქალაქში, ან პირიქით დედაქალაქში აქ ვთქვათ ქუთაისში და ბათუმში, რომ ყოფილიყო მათი სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა და უფრო მეტად განვითარებიან თავიანთი ბიზნესი და საქმიანობა და ადამიანები უბრალოდ რომლებიც დასაქმებული არიან ან დედაქალაქში, ან დედაქალაქიდან ქუთაისში არიან დასაქმებული, იგივე ვთქვათ სასწავლო ნაწილში, სასწავლების ნაწილში, განათლების ნაწილში, ასევე სამედიცინო სფეროში არიან ქალაქში დასაქმებულები დედაქალაქიდან, ან პირიქით ბათუმიდან, ან ქუთაისიდან ორივე ქალაქის მიმართულებით, რომ ადამიანს შეეძლოს დილით წავიდეს ნორმალურად თბილისში, დროულად ჩავიდეს სამუშაო საათის დაწყებამდე თბილისში და სამუშაო საათის დასრულების შემდგომ წამოვიდეს ისევ ჩამოვიდეს 2 საათში ქუთაისში და ეს იქნებოდა, ვფიქრობ, ამ ქალაქისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ის ინვესტიცია, რასაც ეს პროექტი მოითხოვს, ვფიქრობ, იქნებოდა გამართლებული, იმიტომ რომ ეს ქალაქი და ეს მოსახლეობა ნამდვილად საჭიროებს და ემსახურებს კომფორტულ და ცივილიზებულ გადაადგილების შესაძლებლობას, მით უმეტეს ეკოლოგიურს, განსხვავებით ტრანსპორტებისგან, რომელიც ახლა მოძრაობს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და იქნებოდა წამახალისებელი. ასევე ძალიან ბევრი, თქვათ, შიდა ტურიზმზე რო ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ვერ მოდის ამ ბათუმიდან, ან თბილისიდან იმის გამო, რომ არ არის, თქვათ, ეს მატარებლის ხელსაყრელი დროები, რომ ადამიანი მაგალითად სკოლები, სტუდენტები, ასევე ოჯახები
რომ დაჭდნენ დილით თბილისიდან, კომფორტულად ჩამოვიდნენ თქვათ 10 საათისთვის ქუთაისში და მოიარონ ქალაქის ტური, კანიონები, ღვინეები და საღამოდ დაბრუნდნენ უკან თბილისში. ანუ ერთდღიანი ვიზიტებისთვის, თუნდაც 2-3 დღიანი ვიზიტებისთვის იქნებოდა იდეალური შესაძლებლობა ამ მატარებლის დანიშნა და ქალაქის, ასე ვთქვათ, გაცოცხლება იქნებოდა ეს მატარებელი, იქით აეროპორტი, რომელიც გვაქვს და კავშირის ამ ქალაქს, სხვა ევროპის ქალაქებთან იქნებოდა გარკვეულწილად ამ ლოჯისტიკური ხაბის შემქმნელი. და ეხლა ვართ ჯორჯიან მანგანეზმა რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. რეორგანიზაციაზე ხელმოწერი თანხმობის მისაღებად კომპანიამ შრომელებს ტექსტურის შეტყობინებები გუშინ გაუგზავნა. რეორგანიზაცია სამსახურიდან მასობრივი დათხოვნისა და კონკურსში მონაწილეობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას ითვალისწინებს. მაღაროელთა ნაწილი ჯორჯიან მანგანეზის შემოთავაზებას მორიგ ტყუილად მიიჩნევს. განცხადებით კომპანია ხალხს ატყუებს და გათავისუფლების ბრძანებაზე საკუთარი ნებით აწერინებს ხელს. მაშინ როცა კონკურსის წესებიც კი გაურკვეველია. საერთოდ იმასო ძალიან დიდ უსამართლობას ვებძი. ძალიან ბინძურად გვებძია. ოჯახები გამოიტოვეს მშივრები. დავტოვეს სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. ვიდგას საფრთხე ბანკი წაგვაქმნეს სად. შვილები ყავს მშივრები. და პასუხის გამცემი არ არსებობს არავინ. მხოლოდ მუხარისა და შანტაჟის ელით გვესაუბრებია. ხარ კომუნისტები გვიწახეთ, ხარ ქალაქის გაყიდულები გვიწახეთ. რადიკალებს ხო ყველაფერს გვიწახეთ. ჩვენ დაგვიგია ეს კომპანია, ჩვენ დაგვიგია ეს ქალაქი. ჩვენ დამიტოვებია ეს ადამიანების სამსახურის გარეშე. და როგორ მითხარი, თქვენ ვიყავთ და რას აკეთებთ? ყველამ გაიაზრეთ, რას გეუბნებიან აქ გეუბნებიან. მობრძანდით, მოაწერეთ ხელი. ხელს გაწერიებენ პირველ რიგში სამსახურიდან განთავისუფლებაზე. კომპანიის წინააღმდეგ არ გაქვთ არანაირი პრეტენზია. ვისაც პენსიაში გასვლა უწევდა, პენსია უწევდა საპენსიო, ვისაც გასასვლელი უწევდა თუ რამე უწევდა, ყველაფერი დაიკარგა. რამდენი დამარცხებული ადამიანი არის მაღაროში და ვეღარ მიიღებს ვეღარაფერს. ეხლა გეუბნებიან. ეხლა ჯერ გაგანთავისუფლებს სამსახურიდან, მერე მოგზანდით, დავიწყებ ახალ აღდგენებს სამსახურში. ახალი აღდგენები მოხდება იმის ხარჯზე. პირველ რიგში გაივლით ტესტირებებს. გადატარებენ ისე ტესტირებებს, რაც მოხდათ კიბულში. ვერ ჩააბარებს ამ 80% ამ ტესტირებას. ავტომატურად დარჩება ეს ხალხი გარეთ. 1500 ლარიანი ხებასები გაქვთ. 1000 ლარიანი, 600 ლარიანი და ხალხი საერთოდ არ მუშაობს კომპანიაში და 5000, 10000, 20000, 15000 ისე ურახუნებენ ამ ხელფასებს, რა ვიცი. და ჩვენ მართლა ორი თვია ქუჩაში ვართ იმის მას ოჯახები ყავს შეერ. ბანკთან პრობლემები გვაქვს. პრობლემებში ჩავხარეს ამდენი ხალხით. გაიაზრეთ ყველამ რაც ხდება და ყველას იმ ხალხს მოგილოცავთ ყველას, ვინც ბედნიერი სახეებით ხელს აწერდით, განთავისუფლებულები ხართ სამუშაოდან. და ბევრს ნახავთ რამდენი დაბრუნდებით უკან. თქვენ განსათავისუფლებელები იყავით ნამდვილად, ვინც მოხვედით და ხელი მოაწერეთ. დამიგერეთ, ვეღარ დაბრუნდებით უკან. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება, შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფურცელი აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, კოკაინი, მეთადონი, ჰეროინი და მარიხუანა ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. გუშინ მსოფლიომ წიგნის დღე აღნიშნა. რა ძალა აქვს წიგნს? საჭიროა თუ არა დღეს საქართველოში კითხვის უფრო მეტი პოპულარიზაცია და თვითონ რომელ ასაკში დაიწყო წიგნების კითხვა და წიგნების წერა. ჩვენი გადაცემის სტუმარია და მთავარი შეკითხვებს მწერალი, პოეტი, რეჟისორი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ბატონი გიზო თავაძე პასუხობს. ბატონო გიზო, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. იცოცხლე. მადლობა, დიდი მადლობა მოწვევისათვის და წიგნთან დაკავშირებით ყველგან მივალ და ყოველთვის მივალ და სადაც დამიძახებელი, იმიტომ წიგნზე ვარ მე გაზრდილი. კი ბატონო, ვიდრე უშუალოდ გადავიდოდეთ კითხვებზე 23 აპრილს მსოფლიომ კარგად მოგეხსენებათ აღნიშნა წიგნის დღე და ამ დღესასწაულს საქართველოშიც უკვე კარგახანია აღნიშნავენ, უბრალოდ წლებია აღნიშნავენ. რა როლი აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში, წიგნები და მისი როლი საზოგადოებაში რამდენად ექცევა ყურადღება, განათლებას, რატომ არის დღემდე წიგნი ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი და წყარო? კი ბატონო, იქ ჩამოლათვალში ჩვენი უამრავი ჯილდო აკლია, იმიტომ რომ ბევრ დროს წაიღებდა ნამდვილად. ზედმეტი გამომაწყდა რეჟისორი ნახდათ არა ვარ. რატომ თქვენი დრამატურგი პიესები იდგებოდა, კი, მაგრამ დრამატურგიასთან ახლოსა ვარ, რომ ის პიესები დაიდგა. კინოსცენარიც გავაკეთე ზაზარ კოლელიშვილმა რომ გადაიღო, მაგრამ რეჟისორი არის ეგერ თავაძე გოგა. კია თავაძე ის მოგვარე. ხო, მოგვარე და კაიკაცი ძალიან. ხო, ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას და წიგნს. მე მთელი ჩემი ცხოვრება წიგნები ჭირავს ხელში. ეხლაც ამ ასაკშიც მე ვერ ვიძინებ ისე თუ წიგნს არ ვკითხულობ. მუდმივად წიგნს ვკითხულობ. ფხიზელიც, მთვრალიც, ოდნავ ნასვამიც და რა ვიცი, ბახუსშიც. იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს ორგანიზმმა გამოიმუშავა ასეთი რაღაც, რომ თუ არ წავიკითხე 15 გვერდი, 20 გვერდი არ მეხუჭება თვალე არაფერ. არა და ცოტა მძინავს. მე 3 საათამდე არასდროს არ მძინავს, 2-3 საათამდე. შეიძლება არ ვკითხულობდი ყოველთვის სპორტს უყურებ, ტელევიზორს უყურებ, უფრო სპორტულ გადაცემები ძალიან ფეხბურთი მიყვარს გიჟდები და აი ესეთ რაღაცებს, მაგრამ უმეტესი დრო გამყავს წიგნის კითხვაში და დრო კი არ გამყავს. რატომ კითხულობ ძალიან ხშირად წიგნს? და რატო კითხულობ და იმიტომ რომ რაც შეიძლება ადამიანმა შეიმეცნოს და რაც შეიძლება ადამიანმა მერე გამოიყენოს და აი სხვები გაანათლოს და სხვებს ეს ყველაფერი მოდის წიგნიდან. დღეს შემოვიდა ეს რა ქვია კომპიუტერი, Facebook-ი 1000 რაღაც შემოვიდა. კი არ ვიცახი რომ ეს სუდია და რაღაც, მაგრამ Facebook-ით და კომპიუტერით განათლებული ადამიანი ჩემთვის არ არის განათლებული. ანუ დღემდე ინფორმაციის მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა, მაინც უნდა ვიყოთ წიგნზე დამოკიდებული. ხო, კი, აი მე მივყვები და ეგრე ბოლოში ჩავალ, როცა პირველი წიგნები დაიწერა. აი ესეთი რაღაც არის. საქმე ის არის, რომ ეს რასაც ქვია დღეს ხელში ტელეფონი, მე მახსოვს თბილისის მეტროში წიგნ გადაშლილი ხალხი, თქვათ 30 წლის წინ, 40 წლის წინ, ჟურნალ გადაშლილი ხალხი, ახალი ცისკარი რო ეჭირა, ლიტერატურული საქართველო რო ეჭირა ხელში დილით. ახლა მეტროში კი იშვიათად ვარ, მაგრამ რო ჩავალ, კომპიუტერი, ყველგან თუ რა ქვია, ტელეფონი, ხო, იგივე კომპიუტერია, ხო, იქ ყველაფერი რაც გინდა. მაგრამ მაგით განასწლება, მაგი არის ინფორმაციები, უამრავი ინფორმაცია შეიძლება შაგრენის ტყავით წაიკითხო კომპიუტერში, მაგრამ წიგნში წაიკითხე, კაცო, წიგნს აქვს სხვა ხიბლი. მაგალითად, ესეთი რაღაც არის, კომპიუტერზეც შეიძლება და ამაზეც ჩაგეძინოს, ტელეფონზეც შეიძლება ჩაგეძინოს. წიგნზე რო ჩაგეძილება, იმაზე ტკბილი ჩაძილება არაფერი არ არის. წიგნი რომ გადმოვარდება და ოჯახი რომ მიხვდება, რომ უკვე დაეძინა. ხო, აი ესეთი რაღაცა, ხო, რამდენჯერ ყოფილა, ბრახ რაღაცა და აი ეს წიგნი გადამივარდა, ხო, ესეთი რაღაცა ყოფილა. ხო, აი ახლა რას ვამბობ კიდე?
წიგნი კაცობრიობის ისტორიისთვის ყველაზე დიდი გამოგონება არის. ამაზე დიდი გამოგონება არც კოსმოსში გაფრენა არ, ახლა მას კი რო აპირებს იქ წიგნის გამოგონება მიგვიყვანა და გონების გახსნა კოსმოსამ. ხო, აი იქ აპირებს მას კი იმაში ბოსტნის გაშენებას, რა ქვია, ზემოთ მარსზე. ხო, კაცვილი არ მომწევს, მე საბოსტნეს ვარ, მეც ვიდოდი, მაგრამ არავინ არ მომწევს იქ. ხო, ყველაფერი ხო ხედავ რა ხელა პროგრესი არის მეცნიერებაში, აი 21 საუკუნეში კი რა მე-20-ს პროგრესის იყო. როცა დედამიწა დატოვა ადამიანმა და ფეხი დაადგა მთვარეზე და გაფრინდა და რაღაც. წიგნიერებით მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ წიგნზე დიდი არ გამოუგონები, არც ხომალდი, არც მარსმავალი, არც არაფერი არ არის წიგნზე დიდი. და მე იყო რომ წიგნს მტრობდნენ. იყო ესეთი რაღაცები, თლათ გადაწვა ჰეროსტრატემ დიდი ისა ბიბლიოთეკა. ისტორიაში დავრჩებიო, ხო? კაი, შეიძლება უღმართად დარჩენის ერთ-ერთი შანსი არის, რომ რაღაცა გააკუჭო, მაგრამ ესე იგი წიგნსაც კი მტრობდნენ. მაგშინდელი წიგნები პაპირუსზე და თიხის ფირფიტებზე იწერებოდა. აი ხა მე თიხის ფირფიტებზე და პაპირუსზე არ მიკითხავს, მაგრამ რაც ქაღალდი გამოიგონეს და ქაღალდზე წიგნი არსებობს, ეს არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი. მე შემოვიდა. ეს ბატონო გიზო, თავად თქვენ როდის დაიწყეთ წიგნები? აი ხა ვეგეთქვი. რომელ ასაკში? აი ხა ვეგეთქვით. და შვილებს ოდის დავაწყებია, იმასაც გეტყვი. ესე იგი, მე იყო და აი წიგნი უკვე გუტენბერგი და ისინი და სტამბები შეიქმნა და იბეჭდებოდა და ბიბლიები იბეჭდებოდა, ვეფხისტყაოსანიც დაბეჭდნენ. ხო, ვახტანგ მე-6-ზე. ეს ყველაფერი, ხო, მიღწევა და ყველაფერი დიდი რაღაცა არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ამ დიდ მონაპოვარს, ამ დიდ საგანძურს ქონდა უსაშველო დიდი წინაღობები ყოველ საუკუნეში და ყოველთვის იყო წიგნი ხო არის ყველაზე მთავარი, მაგრამ წიგნს ყავდა მტრები და დაუძინებელი მტრებიც კი, ისევე როგორც ვეფხისტყაოსანს ყავდა მტრები. ვეფხისტყაოსანიც კი მოხდა საქართველოში რომ დაწვეს. აი ესეთი რაღაცა არის და აი როცა გაჩნდა ტელევიზია, ჯერ რადიო. რადიო ხელა რაღაცა იყო, მაშინ კაცობრიობისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში რომ გებელსმა თქვა, ამითო სამყაროს გადავაბრუნებ. ხო გახსოვთ მინისტრი იყო იმის პროპაგანდის. სამყაროს გადავაბრუნებ, ლამის გადააბრუნა. ხო აკრეს მაშინ ნაცისტებმა. რადიოს მოყვა ტელევიზია და იფიქრეს დასამარდა წიგნი, აწი ვინ წაიგითხავს წიგნს, აგერ ფერადი რაღაც, ფერადი არ იყო, ჯერ შავთეთრი იყო. გამოსახულება, კაციც ჩანს, ლაპარაკობს, გელაპარაკება, წიგნსაც წაიგითხავს, ლექსსაც წაიგითხავს, ყველაფერი აგერ ტელევიზია. დამარცხდება წიგნი, იფიქრეს და იყო რაღაც საშიშროებასავი და რაღაცა და გავიდა 20-30 წელი და ისევ წიგნი და წიგნიერებით იყო ევროპა და სოფლიო. იმიტომ რომ ტელევიზიამ ვერაჯობა, იმიტომ რომ აი 70-იანი წლები, თუნდაც ჩვენთან საქართველოში მე 70-იანი წლები მახსოვს გადასარევად. ხო, წიგნის კულტი იყო. ხალხი ყიდულო, იქამდე რომ მოდაზე იყო წიგნის ყიდვა და წიგნს ეძებდნენ. გამოდიოდა ტირაჟები 10,000, 30,000, 50,000, მახსოვს შოთანიშვილიანძის 100,000-იანი ჭაბუამირეჯიბის 100,000-იანი პატარა ქვეყანაში. კანონებით აი კი იყიდებოდა და ეძებდა ხალხი წიგნს ყველგან. ხო და ეხლა ყველა მკითხულობდა, არ მკითხულობდა, არ ვიცი, მაგრამ რო შეხვიდოთ წიგნის თაროები თუ არ იყო სახში, მე პირველი ახლაც რო შევდიოს წიგნის თაროებისგან გაბრივის თვალი და რო ვატყობ ვიყავი რამდენიმე ოჯახში ამბოლო დროს წიგნის ნასახი ვერ დავინახე ვერსად და ვიფიქრე და მე კი ეთყობა ლაპარაკზეც და იმაზეც იმ ადამიანს რომ არა ეს წიგნის კაცი და რატო იყიდის წიგნს და რატო დადებს ვეფხისტყაოსანი რო რა გაქვს სახში სირცხვილია. ხო და ესე იგი 50-იანი წლების მერე ტელევიზია რო შემოვიდა ის რა ქვია 70-იან წლებში კიდე წიგნის კულტი რო წამოვიდა არა მარტო ჩვენში სოფლიოში წიგნი და წიგნი მაინც მე გააჩნდა კომპიუტერი და გაჩნდა აგერ 80-იან წლებიდან კომპიუტერი ინტერნეტი რა ქვია ფეისბუკი 1000 და რაღაც და იფიქრეს რომ ახლა მართლა მოიღო ბოლო წიგნს ამის საწინააღმდეგოდ აგერ ხედავთ გუშინაც ეს დღე იყო ხო ესე იგი ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები ეს ერთი და მეორე კიდე წიგნიერებით უნდა მოერიო თუნდაც აიმას რასაც ქვია კომპიუტერიზაცია ეს ფეისბუქიზაცია და რაღაცები
არაფრით არ ვიძახი რომ აგრძალო ის და ან და რატო უნდა აგრძალო წამში გებულობ ყველა ინფორმაციას აი უნდა იყოს თუ არა უფრო მეტი პროპაგანდა რომ იკითხოს ახალგაზრდა თაობამ უფრო მეტად ხო არ ჭირდება კი მაგი ჭირდება აუცილებლად ჭირდება და აკეთებს რამდენიმე ადამიანი საქართველოში ძალიან აი გიორგი კეკელიძე მე ახლოს ვიცნობ და აგერ მყავდა ლიტერატურულ სარდაფში და წიგნის კაცია და უყვარს წიგნი და აკეთებს უსაშველო პროპაგანდას რამდენი ვინმე ვიცი რომ აი წიგნის იმასა დათო ტურაშვილი აკეთებს და აკეთებს წიგნზე იმას და მე წიგნების გახვე როსტომ ჩხეიძე აკეთებს და აკეთებს წიგნებზე იმას მიმოხილვები და რაღაცები ესე ბევრი როსტომი უნდა იყოს ბევრი დათო უნდა იყოს გიორგი კეკელიძე ბევრი უნდა იყოს რომ ეს აკეთონ და აკეთონ მე ხომ მკითხე წეგან როდის დაიწყე კითხო მე ვიტყვი რომ რაც ვისწავლე კითხვა რაც ვისწავლე მისმე მეორე კლასში ჰენრიკ მალოს უსახკარო წავიკითხე მესამე კლასიდან უკვე ბიძია თომას კოხები და მესამე მეოთხე კლასში უამრავი წიგნი მქონდა წაკითხული თუნდაც და დილმას ყველა ტომი მქონდა წაკითხული მეხუთე კლასში ბატონო გიზო როგორ არის მაგალით აქვს თუ არა დიდი ძალა აი ბავშვი სწავლობს თუ არა მშობლის საქციელის მიხედვით იგივე კითხვას უნერგავს თუ არა მშობელი კითხვის სიყვარულს ხო და ეხლა ყველა შემომჩეჩინებს ასე და შემომწუწუნებს ახლობლები ახალგაზრდები ვერაფრით დავაჯილებ ბავშვი წიგნთან ვერაფრით რატო კომპიუტერი რომ მიეცი ხელში და 24 საათი კომპიუტერი უჭირავს მე როგორ მივა არ მივა და შენ რო იმას წაკითხებს შლის ნუკრის ნაამბობს მეორე კლასში მე თუთაბერს და თუთიას ხო იცნობ ორივეს თუთიას და თუთაბერს ეხლა სახში მე და თამთას უკითხულობდი და გურამკვლისაძე და ლავრას უკითხულობდნენ ხო სადაც ბავშვები იზრდებოდნენ მე იმათ მივეცი შლის ნუკრის ნაამბობი მეორე კლასელებს მივეცი ალექსანდრე ყაზბეგის საბავშვო ის მოთხრობები მივეცი ვაჟებშაველას კი არა სანდრო რაზიკაშვილის ვაჟებშაველას ძმის საბავშვო ლიტერატურა მივეცი ნიკო შიომღვიმელის საბავშვო ნიკოლომოვრის საბავშვო მოთხრობები ეგრე სულ ყველა წავაგი ეგ ახლა ზოგიერთებს რო უთხრა სულ არ გაუგონია ნიკოლომოვრი არ გაუგონია ეს და ამით ხო შევაყვარე როგორაც კი იგრძნობს ამ სიყვარულს როგორც არის თეატრის მტვერიო ხო არის და ხოდობს დამთავრებო დაავადდება ესენი კითხულობდნენ და მე კიდე რო დამეინტერესებია ორთავე დადა ძმა თუთია წილახევრით უფროსიერ გაუკეთე ორივეს თავისი ის რა ქვია პატარა უბის წიგნაკები და იქ თუთაბერი რაც აკითხავდა თუთი რაც აკითხავდა ერთმანეთს რო უცვლიდნენ წიგნებს და ეხლა არ ვაჯიბრებდი არაფრით მე ვთქვი არ დაეჯიბრო და მე 120 წავიკითხე და შენ 109 გაქვს წაკითხული ესე არ გააკეთოთ უბრალოდ ხარისხით რომელი რას კითხულობთ რას სურვილები მე სხვა ჯგუფში ხო საუბრობენ სკოლაში თქვენს მეგობრებს კიდე რო წააკითხებთ და დაავადებთ იმგენ და წიგნის კითხვით და ესენი სკოლა რო დაამთავრეს აგენა ნობელიანტებიც ჰქონდათ წაკითხული კლასიკაც ჰქონდათ წაკითხული და მერეც ისე თუთია ახლა წიგნებს კითხულობს მე არ მაქვს წაკითხული იმიტომ რომ ჩემს დროს არ ითარგმნებოდა ის საზღვარგარეთის ლიტერატურა ითარგმნებოდა რაც საბჭოთა კავშირს აწყობდა ისეთ წერილებს თორე აქ უამრავი ვინმე ახლა გავიცანი ამ მასაკში და თუთია მაგითხებს წიგნებს ხო აი მამაც ხო აი ეს წავიკითხე შენ გააქვს წაკითხული და მაგ ჩემს დროს მე ვთქვი მე გამეგონა უბრალოდ მაგ წერალი თორე მისი ლიტერატურა საბჭოთა კავშირში არ ითარგმნებოდა არც რუსულად არც ქართულად კი ბატონო აი თქვენ როგორ ფიქრობთ დღევანდელი ახალგაზრდობა რამდენად წიგნიერია ცოტა ისა რავად არიან წიგნი ხო უფრო იქეთ არიან რასაც ქვია აი ეს ახალი თაობა უფრო იქეთ არიან მე არ ვამბობ ახალი ლიტერატორებზე მე არ ვამბობ რეჟისორებზე ვინაც უარ წაიკითხა ეს წიგნი ისე არ გამოვა არ ვამბობ რეჟისორებზე ამ მსახიობებზე ძირითადად არიან მაინც დაავადებული კომპიუტერით სოციალური ქსელი აი ის ზუსტად რომ რაც მტკივა ყველაზე მეტად ეხლა მე შვილი მყავს 7 წლის 7 წლის და მე დედამის და მამამის დავუსვი საკითხი თუთაბერს შენ რამდენი წიგნები რო გაქვს წაკითხული ხო ხარ ამაყი რო დაილაპარაკებს ერთი შენი ძმაკაცი და რო იტყვის რო აი თქვა დოსტოევსკი და შენ რო იტყვი მე კარავაზოვი მაქვს წაკითხული და ანდა რო დაიწყებენ იმაზე იდიოტზე ლაპარაკს შენ რო არ იკითხე იგი სად იყო სადიდან იცი და რაღაც ნოდარ დუმბაძე რო არ ეცოდინება ახლა წარმოვიდგინე მებები ილარიონი არ ეცოდინება ახალგაზრდას და მოზარდს მაგრამ მე რაღაც მე-5 კლასში მე-6 კლასში წავაკითხე ბავშვებს მებები ილარიონი უნდა წაიკითხო ზუსტად მე-6 მე-7 კლასელმა რომ იცინო თანაც შეგიყვარდეს ცხოვრება რომ რა ლამაზია ხო ცხოვრება იუმორით ყველაფრით ხო და აი ესეთი რაღაცა დაუსვი საკითხი
უკვე ბავშვი პირველი კლასი გაიარა, მეორე კლასშია, ხო? მეორე კლასში სწავლობს, კითხულობს. რამდენიმე წიგნი წააკითხეს უკვე, რომელიც რათუ დააწი ჩემი რჩევა. თუთაბერმა იცის რა ვაკითხე მას და ხელში აქვს ის რომელიც მე თავის დროზე შევქმენი თავისი ხო, უბის წიგნაკი, სადაც ჩამოწერილია რა წიგნები ეკითხა. რაც გინდა შეურჩიე, რაც ოღონდ ამან უნდა დაავადდეს წიგნის კითხვით და ეს უნდა იყოს წიგნის ადამიანი და არ უნდა იყოს კომპიუტერის ადამიანი. კომპიუტერით ხო გეუბნები, ეხლა მე რო რაღაცა დამჭირდებოდა ინფორმაცია, დამჭირდებოდა სულ მეზარებოდა ენციკლოპედიებში და ლექსიკონებში ქექვა. დაურეკავდი ახლა რომელიმე ჩემ მეგობარს და ხო არ გახსოვს და მე გახსოვს ერთი არის. ცდარად არ უნდა გახსოვდეს, ზუსტად უნდა გახსოვდეს. დაურეკავდი ერთ მყავდა ასეთი მეგობრები, რომლებიც მეხსიერებაში კარგად იყვნენ და რაღაც. მე იყო ორი ისა რა ქვია მოზარდი, აი ელგუჯა თავბერიძის და გონერი ჭეიშვილის ბიჭები. ესე იგი, რომლებიც ძალიან მაგრა კითხულობდნენ და ყველაფერი ინფორმაციები ჰქონდათ კომპიუტერივით თავში. ხო და ურეკავდი აბა ვაჟა, აბა გიორგი გონერის წერლების შვილები არიან და ეგენი იყვნენ ძალიან ესეთი ნაკითხები და მე კიდე ეს ახსოვდა გადამოწყვება არ უნდა და რო კითხავდი ბავშვებს რაღაცას ეგენი იყვნენ მე-9 კლასელები მაშინ მე-8 კლასელები და რაღაც ერთი მე აგერ გონერის ბიჭი სადრა როდის რო არის ქუთაისის გუნდის ის იყო წევრი და ხო და აი ესეთი რაღაცა არის დღეს წამიერად ჩაიყო ჯიბეში ხე გუგლიო თუ რაც ვახია დაგუგლეო რო ძაბი ამით გონიათ განათლებულები არიან ხო რომ ახლა ნახავ პომპეი მაგალითად გაინტერესებს ნახავ რომ აი თქვათ სახელი და გვარს იტყვი ვინმეს და აი გოეთე თქვათ ხო რა დაწერა რომ ადექ მე და წიგნით წაიკითხე კაცო მაგრამ ინფორმაციისთვის საოცარი რაღაცა რაფხელა დროს იზოგავს უამრავს უზარმაზარს ხო და კაი ასეთი რაღაცეებისთვის მაგრამ ის არ არის რაც წიგზე დაგემართება და წიგნის სიყვარული. მე კიდე არის ესეთი რაღაცა ეპისტოლარული ჟანრი. მე ვკითხულობ უამრავი ცნობილი ადამიანების მიწერ მოწერებს. მიყვარს ამის კითხვა. ვკითხულობ შეყვარებულების მიწერ მოწერებს, აი მაგალითად ილია და ოლღა გურამიშვილი. ხო გახსოვთ წიგნათაც გამოვიდა. ტიციანი და მისი მეუღლე. და ესეთი რაღაცები. ხო ისეთი სიტყვებია ილია ჭავჭავაძეს ჩვენი ერის მამა ამ ხელა როგორ პატარა ბავშვი ან და ოლია უკუჯავა და ის რა ქვია გალაქტიონი როგორ ეფერება გალაქტიონი უკვე პოეტების მეფეთ გამოცხადებული ოლია უკუჯავას როგორ სიტყვებს და როგორ ეფერება გინდა რომ შენც ისეთ შეყვარებული იყო და რაღაც ხო და აი დღეს ეს ეპისტოლარული ჟანრი საერთოდ ამოღებულია ამიდან მე წერილები მაქვს შენახული ის პატარა ასაკში მე-8 კლასელი, მე-9 კლასელი ვიღაცას რო უყვარდი, ვიღაცას რო მიყვარდა, ვიღაცას რო უწერდი, ვიღაც შენახული მაქვს უყოლა. ბებია ჩემის და ბაბუა ჩემის წერილები მაქვს. და მე აუხსენია. ამას თუ წერდით თქვენს მეუღლეს? აბა რა, შენახული აქვს მას. ხო და მაშინ არ იყო კომპიუტერი, ის რა ქვია, ეს არის 80 ხო ხო SMS-ი რა მე ვეძახი ფრენი ბარათები ხო მესიჯებს თუ რაცაც რა უძახია რაღაცას ხო და აი ახლა ნახე ამგეს აუხსენი რითი ჯობია ეპისტოლარული ჟანრი იმას რა ქვია ამით მიყვარხარ გენაცვალე და გულს მიუხატავ თუ რაღაცა ხო არის ესეთ აი რითი ჯობია როცა ის რა ქვია ამ მე-19 საუკუნის წერილებს იმაშოებოდნენ ახარისხებდნენ ნახეს ერთ წერილზე ლაკა იყო დიდი და რაღაცა და უბრალოდ გამოიკვლის წყალი დაესხა თქვათ იმას რა ქვია ხო ავტორის ამ შემთხვევაში ის არის ილიას დიდებული ოლღა გურამიშვილი და რაღაც ნახეს ცრემლი იყო შემადგენლობა ხო შემადგენლობა ხო ქიმიურად ცრემლი იყო შენ წარმოიდგინე რამ ვედროებით რომ დააღვარო ახლა ტელეფონს ის არც ცრემლ შეგინახავს არც არავინ დაწერე რა ორი სიტყვა და შვილიშვილებს აჩვენებენ ეგიც შეიძლება ცოტა ხან შეინახო რომ აი რა მომწერა და რა ხო არის ესეთ რაღაც დღეს უფრო ამას იმისთვის იყენებენ ნახე და დაგიჭირა ვაგი მომწერა ხო და ის არის გენიალური რაღაცა ეპისტოლარული ჟანრი და ვეუბნები ახალგაზრდებს ხანდახან მიწერონ შეყვარებულებს ბარათი ხელით ხო და ეს არის ყველაზე მეტი დიდი რო დაგახვედრებენ შვილიშვილების შენი წერილი წავიკითხე ბაბუ შენი წერილი წავიკითხე ბებო რომ მე ვნახე თქვენი წერილები ახალგაზრდები რო იყავ აი ეს არის წიგნიერების და წიგნის და დამწერლობის უპირატესობა ყველასთან თქვენ რომელ ასაკში დაწერეთ თქვენი პირველი წიგნი ესე იგი
ლექსების წერა დავიწყე ძალიან ადრე, მე-4 მე-5 კლასში, ასე მე-4 კლასში. პირველი ლექსების კრებული იყო თუ არ ვცდები, ხო? არა, ლექსები როდის დავწერე და ლექსების კრებული გამოვიდა 29 წელს ვიყავი. პირველი მაშინ 100 ადვილი არ იყო, ახლა თუ დედას აგინებდე, თუ გინდა და მიიტა ფულს გადაიხდს და მაშინ რას ლაპარაკობ? ჩემ წერათა კავშირის წევრად გახდობა როგორი იყო, წლები ელოდებოდა ხალხი და მე კიდე დაბეჭდვა. ჩვენ რო განთიაჩი დავიბეჭდებოდით, ჩემი თაობა, აი ხა მე 66 წელსა ვარ, ჩემი თაობა რო დაიბეჭდებოდა განთიაჩი ეს იყო ზეიმი, რო ჩვენ ვიყადრეს დიდმა მწერლებმა და რაღაცა რეზო ჭეიშვილმა დამბეჭდა პირველად, ხო? დღეს რეზოს დაბადების დღეა და ავთანდილ ყურაშვილის დაბადების დღეა. რეზოს ხსოვნა იყოს გენიალური მწერლის, ევროპული და მსოფლიო რანგის მწერლის და ავთანდილი გვიცოცხლოს ღმერთმა დღეს 82 წლის გახდა. აი მოგცავთ ბატონ ავთანდილს. ხო, წიგნიერების დღეს აგერ დაემთხვა რომ აი ესეთ წიგზე ვლაპარაკობთ და ორი დიდი მწერლის ის არის. ასე რომ პირველი ლექსები დავწერე სადღაც მე-4 მე-5 კლასში, მე მაშინ გამოდიოდა პიონერი, ესეთი ჟურნალი, პიონერი. ამ პიონერში ჩემმა მასწავლებელმა გააგზავნა ლექსი, პირველი ლექსი პიონერში დაიბეჭდა. ჩემ პატარა ვიყავი ალბათ მე-5 ან მე-6 კლასი, მე-5 მე-6 კლასი. მე ახლა ვიბეჭდებოდი თანდათან აგერ ქუთაისში გამოდიოდა გაზეთი ქუთაისი და მე და სადღაც 29 წელს ვიყავი პირველი წიგნი ლექსების კრებული და ზურაბ კუხიანიძე ჩვენი დიდებული პოეტი იყო პირველი რედაქტორი. ხო და ესე 29 წლის ასაკში პირველი წიგნი. ახლა 12 წლის, 13 წლის, 14 წლის გენიოსო უძახიან ერთმანეთს Facebook-ის პოეტები და რაღაცები შეიქმნა ასეთ გილდიები. ჯერ ერთი რო არც ვიცოდი ბიჭო ამდენი პოეტი თუ იყო და რაღაც ჩვენ დროს ჩვენ მწერალთა კავშირში იყო 400 რაღაცა კაცი, სულ 500-მდეც არ იყო, 3000 გადაცილდაო, კაც გავგიჟდი, ყველა ვიციცის 33 ასობგერა ყველას იღებენ თურმე. ხო და ეგიც უკვე იმას გააფარჩაკეს ეს რასაც ქვია. გაუფასურდა. ძალიან გაუფასურდა და მაპატიეთ გააფარჩაკეს თქო. ხო და აი საქმე ის არის რომ ზომიერებაა ყველაფერში აუცილებელი. ზომიერება ყველაფერში მწერალთა კავშირშიც ყოფნის, წიგნის გამოცემის, რა უნდა 10 წლის და 12 მაშინ ერთადერთი შემთხვევა იყო ეკა ბაქრაძეს 9-10 წლის ბავშვს რო გამოუცეს წიგნი და გენიოსი იძახის. ეკა მშვენიერი პოეტია და რაღაცა, მაგრამ საქმე რა არის, იცი? ის მაინც ზედმეტი ტვირთი დაადეს პატარა გოგოს. ხრებზე და წიგნი. ახლა 10 წლის, 12 წლის და ჩუგრებს შობელი. ჩემი შვილი პოეტია, რამდენი წლისა? 12 ბიჭო, ვფიქრობ 12 წლის ბავშვი რა და წიგნია გამოცემული, არა პოეტია. და მე წავიკითხავ და არც ლექსი არა თუ პოეზია. პოეზია და მელექსეობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ხო, მაგრამ გიგზო ჩუქება ახსენეთ, ეხა ჩუქნიანო. თქვენ თუ გიყვართ წიგნის გაჩუქება? ბევრი და სულ მეგობრებს ჩუქნი და ჩუქნი. უამრავისთვის მაქვს ნაჩუქარი და ჩუქნი, უშინაც ვაჩუქე სტუბრათ იყო ქალბატონი, რომელსაც ყვავილები მოგვიტანა იმაში პარკში, ახალგაზრდობის პარკში და გვაჩუქა ჩიხაისიდან ჩამოვიდა ქალბატონი და გვაჩუქა ყვავილები, რომ ისე გამიხარდაო, აქ რო ხედავ ყველაფერი რო გაქვთ იმაში ახალგაზრდობის. ვიცი რომ თქვენ და ქალბატონა როზამ დარგეთ. დავდგეთ ერთობით გუში. აი, შენაც წაიგეთ, ხო? დავდგეთ მე და როზა ჩემთან არის, ჩემთან მუშაობს და დავდგეთ და ძალიან გახარებული ვიყავი და ეხლა ქალბატონი იქიდან ჩამოვიდა, ყვავილები ჩამოვიდა და წიგნები და ჟურნალები, წვერე ყვავილები ვაჩუქე. საოცარი რაღაცა ადრე აგერ 30-40 წლის უკან მე მაგალითად მახსოვს 20 მეტყოდნენ რომ ჩამოივლიდა ფოსტანილიონი თითქმის 2 კილომდე შემომქონდა ჟურნალი და გაზეთი. ხო, მეც ბევრი მქონდა გამოწერილი. და ეხა როცა ძალიან იკლო ამ ბეჭდურმა გამოცემებმა და ფაქტიურად თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალი გამოდის, აი თქვენ ჟურნალის შესახებ რო გითხრათ ორი სიტყვა. ხო, ეს არის ჟურნალი მწვანე ყვავილა. ახლა 10 წელი სრულდება რეზო ჭეიშვილის გარდაცვალებიდან. რეზო გარდაიცვალა 2015-ში და სექტემბერში, დღეს მისი დაბადების დღეა კი ვთქვი. ხო და მის შემდგომ მე ვარ რედაქტორი რეზო ჭეიშვილის დაჟინებული თხოვნით. მე ვთქვი არა ვარ ის კაცი რომელიც ჩაუჯერებდა ჟურნალს ურედაქტორებდა უამრავი ის სჭირდება. რო ჟურნალ მასალები შეგროვებ, ვკითხულობ, ესე იგი, ხო, რედაქტირებ, ვკითხულობ, კორექტორიც მე ვარ, ყველაფერი ესე და არა, შენ უნდა იყვეო. პირდაპირ მითხრა და რამდენიმე თვეში მერე გარდაიცვალა.
და ესე იგი ვარ დღეს ისე რეზოს დაარსებული ჟურნალია დიდებული მწერლის და კაი ჟურნალია რა ვიცი მეუბნება ყველა მეუბნება მით უმეტეს მწერლებს უგზავნით თბილისში ბათუმში თელავში ზუგდიდში გორში ყველა მწერლებს ურიგებთ ამას ხო და ქუთაისში ხო თავისთავად ვარიგებთ აი ესე რომ მიმაჩნია რომ კაი საქმეს ვაკეთებთ ჯერეთი რომ დოკუმენტალური პროზაა ძირითადი არქივების მასალებს ვიყენებთ მერაბ კეზევაძე ჩვენი არქივის დირექტორი დიდებული კაცი გვეხმარება ძალიან და ყველა ვინც გვაწვდის მასალას ჩათვალეთ რომ ყველანი არიან ჟურნალის არა მარტო ავტორები არიან ჟურნალის შემქმნელები არიან და ვაკეთებთ ეს მე მაინტერესებს თქვენ ჩამოთვალეთ ადამიანები რომლებიც უწევენ აგიტაციას წიგნების კითხვას წიგნიერებას და ერთ-ერთი მათგანი ხართ თქვენ საკუთარი თავი არ ახსენეთ არა და თქვენ გაქვთ ლიტერატურული სარდაფი, სადაც ყველა დაინტერესებულ მოზარდს, ზრდასრულს შეუძლია მოვიდეს, გაეცნოს რა ხდება ქართულ ლიტერატურაში, რა ხდებოდა ადრე, ახლა რა სიტუაცია, მოკლედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მიიღოს თქვენთან ინფორმაცია, ისიამოვნოს ქართული და არა მარტო ქართული ლიტერატურის სიახლეებით. ამ თემაზე რატომ არ თქვით რა იყო? ხო, ესე იგი არის ერთი ძველი გამოთქმა ქართული ანდაზა თავის ქებო კიტრად არ ღირსო, ხო? აი ხა მე რო ჩემზე ვილაპარაკო, ხა ეს დავარცე, ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე. არაფერს არ გამიკეთები, ოღონდ რაფერ შემიძლია ახლა მე და როგორ შემიძლია მე, რომ იქ პარკში შემეძლოს გაკეთება აკაკის ხეივანის, რეზო ჭეიშვილის ხეივანის, ანა კალანდაძის ხეივანის, ზურაბ კუხიანძის ხეივანის, რაფილ ერისთავის ხეივანის, დუტუ მეგრელის ხეივანის, ოტია იოსელიანის ხეივანის და არ გავაკეთო. ვაკეთებ ამას იმიტომ რომ იქ კარგ მასწავლებლებს ლიტერატორებს მოყავთ თავიანთი მოსავლები და რეზოს გაკვეთილს მის ძეგლთან ატარებენ ახლა მოდაში შემოვიდა 100 წელი შესრულდა ანა კალანდაძის და ახლა ხან გავხსენით ეს ძეგლი და ანა კალანდაძის რაიონებიდან ჩამოვიდნენ და ისე მოკლედ რა ხართ ეს გოროლები მაგრებ ხო და ანას გაკვეთილს ატარებენ და აი ესეთ რაღაცებს ვაკეთებდა ერთი 12 წელია 13 წელია თუ 12 წელია ის ადგილი უბრალოდ რადგან უძველესი ბუხარია იქ 125 წლის ბუხარი არის და ბუხარს ვერ შეველია გავაკეთე გამოვიტავე რაღაც ნაგავი და მიწა და ისე იყარა და გადავაქციე ლიტერატურულ სარდაფოდ 93 შეხვედრა გამართა იქ ეს 200 დამსწრე მეცა ვარ და ძალიან საინტერესო ადამიანები მწერლები პოეტები ჩამოვიდნენ და პირისპირ შეგიძლია დაუჯდე ცნობილები ხო და ესაუბრო ხო და ძალიან კაია ის რომ პირდაპირ ხელის გულზე საოცარი და იქ მოყავს 5-6 სკოლის ბავშვები მოდიან 5 მოსავლე მოყავს დირექტორს თვითონ ან მასწავლებელს ლიტერატურის და რაღაც ბავშვები გაფაცისებული თვალები და მე ახლა 12 წელი გავიდა და ზოგიერთები დიდები არიან სტუდენტებიც არიან უკვე დედები არიან და ხო და მოდიან და ხო და ზოგ ქუჩაში მაჩერებს თქვენს ლიტერატურულ სარდაფში აი თქვა ბელაშალვაშვილი ნახე რომელიც ახლა აგერ 85 წელს გახდა და რომელსაც ფირდოუსი გვითარგმნა ქართულად იქ რა ვიცი ვინ არ ყოფილა თემურ ჩალაბაშვილი რომელიც უკვე აღარ არის ვაჟა აზარაშვილი მყავდა თავის პოეტ მეუღლესთან ერთად აღარ არის არც ცოლი და არც ბერძელიშვილი სტუმრობთ ხშირად დათო ტურაშვილი ხო დათო ორჯერ იყო და ეს ბევრი ლიტერატორი იქ მოდის და მწერლები როსტომი ორჯერ იყო როსტომ ჩხეიძე მანანა ჩიტიშვილი აი ხა რო ჩამოვთვალო 92 საღამო იყო მაგრამ საღამოზე ორ-ორია წყვილ-წყვილად მომყავს ადამიანები იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი გავაცლო ამ ბავშვებს და სტუდენტებს და მასწავლებლებს და არის ადამიანები რომლებიცაც უძახი ესე გულშემატკივრებს სარდაფის რომლებიც 93-ჯერ დაესწრენ უკვე არტოვებენ აცეთს ხო არის ასეთი ერთი 10 ადამიანი რომელიც მუდმივად რომ დაგემდურებიო და აი ესე ესწრებიან ძალიან კაი საქმე კეთდება ოღონდ ახლა ჩემ თავზე არ მინდოდა რომ ელაპარაკო არა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ ვინც არ იცის რომ ესეთი ოაზისი და პატარა კუნძული არსებობს ახალგაზრდობის ყოფილ პიონერთა პარკში ლიტერატურული სარდაფის სახით ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მობრძანდით იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან საინტერესოდ მოგვიყევით რაც მოგვიყევით ყველაფერი წარმატებები ბევრი შემოქმედებითი წინსვლა და
ჯანმრთელობა დიდხანს ყოფნა და ამ ქალაქში თქვენი ხმის ესე ვთქვათ ბუბუნი ისმოდეს ძალიან დიდი მადლობა თქვენაც როდესაც ჩვენთან იქნება ესეთი საღამოები და რომ მოобძანდით და ეს არის მithumetes დასწრებული ხარ ამდენიმეჯერ და იცი რაც არის სარდა თქვენაც მადლობა გაიხარეთ დაგემშვიდობებით მადლობა რომ გვიყურეთ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე ნახვამდის